ლადიანი პური შეჭამე. ანასტასია, მე მინდა რომ მეხლავე ფროიდზე როიცოდეთ, ეს არის ფროიდი. სულ დავთვალე, ანუ 3 ფანი მყავს. 3 ფანი მყავს და გაბრაზდა, რომ რას ქვია ჰაუსი არ უნდა განიხილო და რას ქვია ბოლო განხილო და რაღაცა. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ დღეს განვიხილო ისევ ჰაუსი. უჩემოთ არ დაიწყოთ ერთი წუთი. ოდესაც ორი საწოლი მიერთებული მქონდა, ოთახში მარტო ვიყავი. ანუ ეს კომფორტია თქვენი აზრით ორი საწოლი რო გაქვთ მიერთებული? ვაში რო ჭრილია მატრასებს შორის და იმაში რო ნეკნი მოყვება იქ ეს სიამოვნოა. ის რო ტრუსებით უნდა გძინებოდა, გადავალ სხვა ოთახში. იდეალური ადგილია ჰაუსი მისთვის გამომშვანო თუ რა თუ გაქვს დარხატული მუცელზე. რომ აქ მისაღებში ტრუსებით არ ეძინოს მამაკაცს, მე გადავწყვიტე რომ გადავიდე ანასტასიას ოთახში. მე ვითვალისწინებ რომ მისაღებ ოთახში ტრუსებით არ ეძინოს მამაკაცო და პირდაპირ გოგოს ოთახში გადადის დასაძინებლად. მადლობა დიდი რომ ესე მიმიღე. კარგი თავისუფლება უკვე რაღაცეები, სადაც შეგიძლია შეავალ. მომენტებში უფიქრდები რა ჯანდაბას უყურება. კაი, მე კაი ჯანდაბას, მაგრამ თქვენ პატარა რო ვიყავი დისნეის ფილმებს უყურებდი. დისნეის თუ არ უყურებდი? Paramount Pictures-ი 20 Fox представляет. ის ჰაუსი და რა ისე. წაიშ ტოვიჯერის უყურეთ. ის ხელში იქნება ჩვენი თაობა, ჩვენი მომავალი. მოკლედ, ჩემო ძირფასო მეგობრებო, 12 საათია და სამზარეულოს არიელი. რა? საუზმე არ იქნება? ეგე პრობლემა ჩემშია. ეგებ მე ვარ დამნაშავე. ეგებ მე შემეშალა რაღაც. ეგებ მე ვარ არაადეკვატური. ვერანაირად ვერ ხვდები, რატომ უნდა უყურო თუ შენი ნათესავი არ მონაწილეობს. დაუჭირა მუღამი იმასთან ვერც ვეკით, იმიტომ რომ მეჩხმაგინებენ. აი TikTok-ის საერთოდ წავშალე, ყველა ვიდეო წავშალე აბსოლუტურად გავაუქმე, იმიტომ რომ არა, ხალხის დონეზე არ მინდა ვისაუბრობ, ცოტა აქ მაშინ ამოვიდნენ და დაწერონ აქ კომენტარი რა. გავიღალე შიშველი კაცების ყურებით. მეძახიან ადამიანს, ვინც არ წვავს და არ ჩამფურს თავს, მეძახიან ადამიანს, რომელიც არის ბოღმიანი, მეძახიან არც კარტოფილს არ წავს, იმიტომ რომ დილით საჭმელი არ აქვს საერთოდ 12 საათზე, არც კვერცხი არ შეუწევს. შამფურზე ზედმეტია საუბარი. თუ შეიძლება დავით ბოსი დაიკავებს თავის ადგილს. ეს ბოსის ადგილია? კი ბატონო. ავტორიტეტი რო იყოს რა. გადააყენე მანქანა, აქ ჩემი ადგილია. მაკდონალდსის რიგი გაათავისუფლეთ, მე ვარ პირველი. 5 თითივით გიცნობ პროვოკატორო ძმაკაცო. Კავაჩება. როგორ ხარ? კავაჩება კონფო. ვაკეთებდი breakfast თქვენთვის. Let me tell you something, Joe. Breakfast. It's not a good choice, bruv. You need to say breakfast. Let me tell you something, Joe. Let me tell you something. აი ესე უნდა თქვა. Let me tell you something. ოც ანუ რა გამოვიდა? ვინ შეჭამავე ნახე? You need to say the breakfast, not breakfast. სოდნით რო რო გამოლე რომ აი მე შენზე კარგად ვიცი და რაღაც აი გაუქანეთ კლიცეს. აი ამდენ ლაპარაკში უკვე საჭმოსაც გააკეთებდნენ და კიდეც შეჭამდნენ. ხდება, რომ ხან ერთ მხარეც გადაკოტრიალდები, ხან მეორე მხარეც. მირორინგი რო გაუკეთეთ, ნახეთ კადრს, მირორი გაუკეთეს, ანუ სარკისავით ეს. აფექტის მდგომარეობაში დავასახელი და ვთქვი არაკაცი ხარ. ვერ კიდევ თქვი შე და ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი რომ მოგაყენე მსგავსი შეურაცხყოფა. მე რა? აფექტის მდგომარეობაში ვიყავი მე. ეს საიდუმლო წარმოაჩინეთ რომ გინდოდა თქვენი განშაგება. მე ქართულ ტრადიციას წარმოვადგენ ყველგან ჯოჯოხეთში ვიყო იქაც ქართულ ჯოჯოხეთშიც რო იყო ქართულ ტრადიციებს წარმოადგენო. ტიპი ესე დგას რა და ეს მიდის და დიახ, მე ქართულ ტრადიციებს არა ქათ ეს უნდა მოიჭროს, ბევრ რაღაცა იჭრება. ჯოჯოხეთში უფრო სიცხე, ჩოხაში უფრო ალბათ. მე რა ვიცი, მე თუ დაგინახე მოგესალმები გიცნობ. ხოდა ხმას არ ვცემ, ხო ხედავ, არა ეგ მაინც დეშმა გეტყვის, ვაუ, ქართველი ხარ? კაი, მაშინ 64-ში აქეთ მობრძანდით, აქეთ არის საქართველოსთვის ცალკე 64 გვაქვს. ამ პირიქით, აქეთ საქართველოსთვის ცალკე ჯოჯოხეთი გვაქვს. ქათ, კიდე ქათ.
დევიღალე და შენ რატო ლაპარაკობ ვერ გავიგე ესე გძულ ვართ ესე იგი. შენ გულვარ ზებს მუზა გვეწია ქარი ჩვენი საყვარელი სიტყვა ქარი აუ ვიცი ქარი კიმღერის ნანასა არა ქარი ქრის ფოთლები აი ეს დაწერილია აი ეხა დავწერ უცებ ახალ სიმღერას ქარზე ოკეი კარგად მოვისმინეთ ამოიჭრა ქარი და დაიღო ქოგა ის ქოგა ხომოსლარიანი ხა გადაგდო ქოგა ქვემოთ ახტა წაღმა პირში გამოიდო ქოგა ჯობს ტექსტი თავიდან დავწერო ისეთი რომ არ დაედოს მერე ბანი ქარმა თმები გამიშალა ჩემი შამპუნი სუნიდა არა სხვა ვარიანტი მესამე ქარი ქარს მოაქვს ნაკვის ურნა საბაგლოaks ნაკვის ურნა მეჯახება ნაკვის ურნა კიდე მაგ მეოთხე კრინჯი ვერსია არის უცეთ დამიშალა ვარ მომდის მოტივები რა ქარმა გაწეცა შენც ხომ ქარმა გაგწეცა თავის დროზე მეხვდები დამირეკეთ ტექსტები და შეიძლება მოტივები გოგო მოტივები და რა ხდება მასობაში სანამ ქარი წეწავს ყველა მოტივს ზუმი მინდოდა მაგრამ უბრალოდ ახლოს მომდივარ ეკრანთან ვითო ზუმი არის იმიტომ რომ მეზარება ეფექტის დადება რა დამიკავშირდით რა ტექსტებზე რა ქარი წეწავს ყველა მოტივს წეღანო ხუთი სიმღერა ვიმღერე ახალი სიმღერა დავწერე არც ერთ შეგე ტექსტი არ ყოფილა ხდება ერთ ადამიანი მე მგონი ვიცი შენზე აუ მე რომ მივიძნა ვიღაცა სიმღერა შეიძლება რო იცოდეთ ისე მე მართავ წერ მუსიკას ოღონდ ესეც არა მუსიკას სადაც მე არ მღერი ვარ და ტექსტი არ მართავ წერდი თუ იპოვე მობილურში სადმე თუ იპოვე დავამატებდი ორი ხო შენ ხო შეგიძლია ისინი და ქვია გოგო მახელებს მე მივხვდი ესენი როგორ წერენ სიმღერას მომენტში რაღაცა რენდომი სიტყვა გოგო კრაბის სალათი ხო ახალ წელს რო ვჭამეთ ხო ლებს გოგო შენ შეერი ხوارა ხარ და იმიტომ არ ხარ კრაბის სალათი ან პილმენი გეხვეწებით პილმენი დაწერეთ რა გთხოვ რა შეიძლება ამაღელოს გრძნობებმა ზღვა აშლილო ქარი რაღაცა ესეთი გრძნობები აი ესე გაღელდებული რომ აგიღოს სადღაც ბათუმში აგერ ჩემს უბანში ბინა იქირავეთ მთელი დღე აღელვებული ივლით ანუ უბრალოდ ზღვა არის ახლოს და ქარიანი ადგილიცაა მაგრამ თან ჩუმი ალღები გადმოდის ხოლმე ტრასაზე და კუნძულს აშენებ გიჟდები იმ კუნძულზე რო იცხოვრობ უკეთესი რისგან შეიძლება გაგიჟდე ანუ მაგალითად მაგალითად იმისგან რომ მთელი ცხოვრება ზღვაზე დავდივარ და უცებ ხდება კუნძული მიწა ჩაყრილი და წყალი აღარ არის და მეუბნები რომ არც არის უსაღარ გიქნება საბანაო ადგილი შენი სახლისი გიბერავს შტორმი გოგო სიყვარულის შტორმი ვერ მოგიბერავს შტორმი წაგიღებს შტორმი მაგისი ქარმა გაწეცა ყველა მოტივი შენზე ველური ფიქრით მახებს აი პროექტია რა ცხოვრებისეული პრობლემატიური აი ბოლოში ვეთანხმები პრობლემატიური ამდენი ხანი ვუყურებ ამ გადაცემას ვეძებდი სიტყვას თუ როგორ დავახასიათო ჰაოსი რომ არ კონდეს პრობლემა არ უნდა კონდეს პრობლემა 53 წელიწადია მე მყავს ერთი ცოლი ხო წლების განმავლობაში ვიკრებდი ამ სიყვარულის რაღაც ბავშვებო დაიმახსოვრეთ ეს ჩვენ არასდროს აღარ გვექნება უბრალოდ დაიმახსოვრეთ იმიტომ რომ ეხლა ვართ 26 წელია და
ალბათ იმიტომ მოიტანა ეს 53 წელია, მე და ჩემი მეუღლე და ვახოთ ხოთაშვილის იგივე 53 წელიწადია, რომ ყველამ თავისი სიყვარული უნდა აშენოს და ჩამოაყალიბოს. სხვადასხვა ეს უნდა აშენოს და ჩამოაყალიბოს. უბრალოდ ქალმა არა, მარტო ქალმა არა. ვერაფერი მოგერევა ქვეყანაზე, ვერაფერი მოგერევა მოდემული, აი ამ ადამიანის მიმართ და ამ ადამიანებს რო გონიათ რომ ეს ყველაფერი არის ფეიკი, ეგონოთ ფეიკი. ჩვენ ხო ვიცით რომ ამით ვარ დაავადებული, მაგრამ ჩემი ბუსხარე, ბუსო, ჩემი სეხარულება რატე? მოკუდა? შიგნით არ ვიცი ღია მაქვს ფანჯარა გამწოვი ყველაფერი. უბერავს ფენივით მდუღარე ქარი იქიდან. ხო და შუქი არავითო იყვირა. ამას ვიღებ. და კარი ჩაკეტილი არ მიიღებს კარებს. კარს არ და იღებს. გუგუნებს ინგრევებს. უგაკუნებ? უკაკუნებ. კიდე მოაჯიშის პროცესში უმჯობესია რომ იგეცვას შარვალი. მოკლედ სიყვარული ჯიშის დროს უნდა გეთქვას ძალიან მოკლე შორტები, რომელიც იქნება ამოტმასნული, ამოდებული ბოლომდე. აი ესე ტკაც, აი რო გაუშვებ ხას, ტკაცანი გაადინოს. აი ეგეთი მოჭერილი უნდა იყოს. ზემოთ მაისური არავითარ შემთხვევაში, მაისური ხელს შეგიშლით ვარჯიში. ზემოთ მხოლოდ ტოპი. და ისიც თქვენზე 1-3-4 ზომით პატარა. სო, მზად ხართ ვარჯიშისთვის. ერი გოგო არის იმისთვის რომ გაუმკლავდეს ფიტნეს ვარჯიშებს შენ მე არ მიცნობ ბიჭი, მე როგორი მონდომებული ვარ, მე როგორი ფიტნეს გოგონა ვარ. არ იცი. ისე ხო არ გინდათ რამე ჩავწერო, რამე გადავიღო? ეგრე თქვენ სასაგებო დარჩეს, ა? აუ, დავაი გადავიღებ. ესე იგი მინდა 15 კილოს დაკლება რა. 15 კილო ის უნდა დავიკლო. ალბათ 15, არ ვიცი. 10 თუ იტყვი, აი. 10 კილო უნდა დავიკლო. ხო და რავი, თუ გნებავთ, ვლოგს გავაკეთებ, როგორ დავიკლებ. ვარჯიშს და რაღაცებს გადავიღებ. ნუ რა თქმა უნდა ჩემებურად, ხო იცით რომ მე ჩვეები არ მექნება, ჩვეები ვიდეო არ მექნება. ესე არ მექნება რა. მეგობრებო, დღეს გავაკეთებთ 4 აზიდუას. ანუ ესეთი არ იქნება. იქნება საშინელი. მზად ხართ მაგისთვის? თუ მზად ხართ კომენტარებში დამიწერთ. არა და მე ისედაც ცხელი ვარ. ისედაც ცხელი არის, მაგრამ ეს რა მაახურა, აი ორი გოგოა. ბრინჯი და ტუნა რო შევჭამე, ისინი ბუყბუყებენ. ბრინჯის და ტუნას მერე თუ ვარჯიშობ და აგეკუება, ეს ძალიან დიდი შედეგია. იღება კარი და გაფთრებული ლორენცო რა შვები თუა. სად იყავი მთელი თვენახი? გევარჯიშები. ლორენცო გასწავლი როგორ უნდა მოიშორო ქალები. იღებ აი ამას, ეს არის ყველაზე very hard. არა, ნახევრად hard. Heavy. მე მივცემ რეგულარულ სახეს და გადავიღებ თქვენთვის, მხოლოდ თქვენთვის. თქვენთვის ღერი. ნუ რაფრის, ნუ, აუ კაი რა. სულ რატო გადავდივარ სიმღერა? იქიდან გამომდინარე რომ გადავედი ანასტასიას ოთახში. მე დავაკვირდი რომ ყურების 24, ანუ ვიდეოს 24 წუთთან ვიღლები. ანუ 24 წუთს მერე უკვე გულისრევის შეგრძნება მეწყება, დრამინა არ მშველის. აღნიშნეთ კიდევაც მეც და მარიამაც რომ სხვა ვინმემ მაყურებელმა არ მიიღო სხვანაირად. ეს არის არა, მიიღებენ, ანუ მე არ მინდა. ანუ არ გინდა კონკრეტულად ჩემთან ეგეთი რამე არ მინდა. არ მესიამონა, იმიტომ რომ სამართლიერებას გამოხატავ და ის ადამიანი წიხს კრავს. არა, მე წიხი შეგიძლია არ უკრა რა, პირდაპირ ეს გეუბნებით, ეს ძალიან კაი რაღაცა აიღო. კაპანც. სხვანაირია, ხვდები, მაგრამ არ გიჩერდე რთულია. რომ მარტივი არის ეს, პირდაპირ საძილი არტერიას. ინაცაში ხარ ჩაგივა. ახლა რა ხდება გეტყვით? ამ გოგოს ყავს შეყვარებული? შენ რას ქვია გოგო, სხვა ბიჭისგან შოკოლადიანი პური შეჭამე. რას ქვია, ქალო, შენ ვიღაცა სხვას დაელაპარაკე და მაგის გამო უარს ამბობს რა ეს გოგო. დაეხმარეთ ვიღაცა, დაეხმარეთ გოგოს, გაწყდა წელში ვერ შეიტანა. მოკლედ მაშინ გუშტო ხო შემოაქვთ რა? ესე ოთახში ხო შემოაქვთ. ხერთა ჩემო. ალამაზია. კბილის ჭხირი გადავტეხე ტირში. ხო ხვდებით? კბილის ჭხირს რომ მოარტყამი, ყველაფერსაც მოარტყამ, გასაგებია? მე რა ზოღადაობ, იცით? ანუ დააკვირდით ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული სახლების სურათი რო ამობეჭდილი, ანუ აი ეს ბაბა იაგას სახლი რატოა ამობეჭდილი? აი ეს
ფეხებზე რო დგას, აი ბავშვობაში რომ ეშინო და ბაბაია გაცხოვრობს რომ რატო არის ეს? ან აი ამას სმისლი, ეს რა არის საერთოდ? ან ლორენსოსთან ლევოს ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ყველაფერი ხდება წინა დღესით, ან ლორენსოსთან ლევოს კონფლიქტი ქონდა, ან კონტენტი იყო გაკეთებული. კონტენტი შემომაქვს მარჩიელობა. რახან ბევრი ნახო არ აქვს ძველს, ახალი კონტენტი დავამატე, ეს არის მარჩიელობა. ჩემი ემოცია ამოვიდა. მე მომიწევს ბევრი ყვირილი. მე შავკანიანი გავხდები? ვართ. რეიტინგის დაწერას არ ვაპირებ. შენი რეიტინგის დაწერას არ ვაპირებ. ანუ ანასტასია არაფერში არ ჩანს, მეგობრებო. ანასტასია არაფერში არ ჩანს და გამოდის ახალი ტერმინს ვიყენებს. იძახი რა გააკეთოს. ხმას ზოგადად ხალხო ხედავ. ამაზე არ უნდა გეკითხა. ესე გავაგრძელებ, ანუ ჩემი რეაქცია იმდენ დამღლელია რომ მირჩენ ესე გავაგრძელო. ოლობს ისეთ მიზეს, რაზეც ჩამაჭერს. უბრალოდ მანე დროშა ამას გადაეცი ანასტასია. ავადებს ამ დროშას. ჩვენი ლელუჩი ხუახუა ცდილობს რაღაც მოიფიქროს, რომ რამეზე წამომაგოს. არ მივაყენებ ანასტასიას ელემენტარული ფროიდზეც კი ვერ გაესაუბრები. გაესაუბრები. ანასტასია, მე მინდა რომ მეხლავე ფროიდზე რო იცოდეთ, ეს არის ფროიდი. ფსიქოანალიზი ფროიდის. და მინდა აქედან თუ არ იცით ფროიდი ვინ არის, მინდა აქედან წაგიკითხოთ და თუ ეს არის ესეთი გაუნათლებელი ადამიანი ხარ. ფროიდს ასევე მოყავს ერთ-ერთი თავისი პაციენტის მაგალითი, რომელიც საკუთარი სიძისადმი არის სიყვარულით აღსავსე. დებელია დაამტკიცოს სიზმრების წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. მათ შესახებ ბევრი სხვა რამ შეიძლება ითქვას, რაც საკმაოდ გასაოცარი შეიძლება იყოს ასევე. არ ვიცი, ვინ თარგმნა ეს წიგნი, რომ მათი ცხოვრების არც ერთი პერიოდის განმავლობაში არ გააჩნდათ ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი. ვერსია არის შეძენილი ხასიათის სექსუალური ლტოლვა. მოდი გავიხსენოთ რა თქვა ლელუ მწეღან. 18 წლის ბავშვია, ფროიდზეც კი ვერ დაელაპარაკები. ლელუ გიწევ რომ ფროიდზე მესაუბრე. აი მე სულ ფეხებზე მკიდია. როგორ შეიძლება ამის მიხედვით ადამიანმა იცხოვრო? და როგორ შეიძლება ეს აღმატებულებაში წაიკითხო და აი ეს რაღაცა აიყვანოთ ტელეფონები და რას ვხედავთ? თურმე მარიამს რა? ახალი ძალიან საინტერესო ვიდეოთი მოვედი. ის რომ მარიამს არანაირი ქალური სოლიდარობა არ გააჩნია, ჩვენ უკვე მივხვდით ამას. ტასო, შენ რამეს ხედავ ამ ვიდეოში ისეთს რა? არა, აქ ხარ განსხვავებული, ხარ ვაფშე სხვა რა. ბოლოები ისეთი არაფერია. კიდევ კაი ჯავახა არ გამოვიდა და კიდე ერთხელ არა ნახა ეგ და ძალიან ბევრი ცეცინა. ჯავახა მე ვიდეო ნახა სანამ მე დავდებდი და ძალიან ბევრიც ვიცინეთ ერთად. GDNS რო უყურებ, ღელდები, მარი მე მინდა ამ კადრით დავასრულო დღევანდელი ვიდეო, იმიტომ რომ ენა არ მემორჩილება უკვე. კარგად იყავით და რა ვიცი კონტენტზე რო კითხეთ, გამეცით პასუხი კომენტარში დაწერეთ, რას ფიქრობთ, რომ გადავიღო ჩემი პროცესი, როგორ უნდა დავიკლო წონაში და რა უნდა ვჭამო. ოღონდ რა თქმა უნდა, ან დიეტაზე და რაღაცაზე არ ვიქნები, ბოლოს ძალიან ცოტა უნდა ვჭამო. ან დიზა ჩიმშილს უყურებთ ალბათ, სხვას არაფერს. სამივეს გემშვიდობებით.